არის თუ არა საშიში კარიესის მკურნალობა ორსულობის დროს და როგორ უნდა დავიცვათ ინდივიდუალური ჰიგიენის ნორმები ამ მდგომარეობაში. პირველ რიგში გეტყვით, რომ სანამ დაგეგმავთ ორსულობას, გირჩევთ, რომ მანამდე მოიწესრიგოთ პირის ღრუ, თუმცა თუ ვერ მოახერხეთ ეს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ მიაკითხოთ ექიმ სტომატოლოგს, უბრალოდ რეკომენდებულია, რომ მეორე ტრიმესტრში მოხდეს ეს. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ პირის ღრუს მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას, სხვა შემთხვევაში თქვენი ექიმი სტომატოლოგი აუცილებლად თვითონ დაგეგმავს მკურნალობის პროცესს. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჰიგიენას, რა თქმა უნდა, დილას და საღამოს უნდა გამოიხერხოთ კბილები და გაისუფთავოთ აუცილებლად კბილთაშორისი სივრცეები ნებისმიერი საშუალებით, ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშორისი ჯაგრულები და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ 6 თვეში ერთხელ პროფესიული ჰიგიენის ჩატარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მდგომარეობაში და იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ თქვენს ორგანიზმში მიდის ჰორმონალური ძვრები, ასე ვთქვათ, მაგალითად პროგესტერონი არის ძალიან მომატებული, რაც ხელს უწყობს ლორწოვან გარსზე ათებითი პროცესების ჩამოყალიბებას. თუ გექნებათ კითხვები, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა მეტი ინფორმაციისთვის, მე დროებით დაგემშვიდობებით.